დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო. არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც დღესდღეობით ამ მომენტისთვის წართვეული აქვს სახელმწიფო, წართვეული აქვს ევროპული მომავალი, წართვეული აქვს კონსტიტუცია და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ძალიან კარგად იაზრებენ სიტუაციის სიმძიმეს. ასეთ ვითარებაში მე ვფიქრობ, ნაკლებად რელევანტურია, ვინ კლინიკაში იქნება და ვინ ციხეში, რადგანაც მილიონობით ადამიანი დღეს იმყოფება პატიმრობაში და კონკრეტული ადამიანები საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იმყოფებიან ციხეში. ამიტომაც ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ამ ყველა ადამიანის გათავისუფლება და არა ცალკეული პირების ადგილსამყოფელის გამორკვევა და არაფერი გასაკვირი იმაში, რომ ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, ჩემთვის ამ კუთხით არ არის იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ლიდერი არის დაპატიმრებული და ისევ საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანები იმყოფებიან პატიმრობაში ციხეში.